მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით მსოფლიოში ყოველწლიურად 300,000 ქალი იღუპება მშობიარობას და ასევე მშობიარობისას 2 მილიონამდე ბავშვი იღუპება. რა ხდება ამ მხრივ საქართველოში? რამდენად კარგად ეხმარებათ დედებს და ახალშობილებს დედათა და ბავშვთა პროგრამები? მთავარი სტუმარია და ჩვენ შეკითხვებს ცნობილი ექიმ-ნეონატოლოგი მარინე გოცირიძე პასუხობს. მოგესალმებით, ქალბატონო მარინე, ძალიან დიდი მადლობა რომ მიპოვეთ დრო და მოხვედით ჩვენთან გადაცემაში სტუმრად. პირველ რიგში მოგესალმებით. მადლობას მოგახსენებთ სტუდიაში მოწვევისთვის. ვისარგებლებ შემთხვევით და მიულოცავ თქვენს ტელემაყურებელს და არა მარტო ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს. ჩვენც გილოცავთ და გისურვებთ ყოველივე საუკეთესო. ჩვენც გისურვებთ წარმატებებს და აუცილებლად მინდა გკითხოთ იმის თაობაზე, რომ დღეს არის მსოფლიო ჯანდაცვის დღე და მსოფლიო ჯანდაცვა ყოველწლიურად განსაკუთრებით რომელიმე ერთი მიმართულების მხრივ ზედმეტი ყურადღების გამოჩენის მიზნით აწესებს, აი ვთქვათ, პრიორიტეტს რომელიმე სამედიცინო მიმართულების მიმართ და 2025 წელს ასეთ პრიორიტეტად დასახელდა დედათა და ბავშვთა მიმართულება. მე მაინტერესებს საქართველოში რამდენადაც ცნობილია, მგონი კი არა, არსებობს ხო სახელმწიფო პროგრამები, რომელიც აფინანსებს დედათა და ბავშვთა ჩვილთა ესე ვთქვათ საჭიროებებს. კი ბატონო, რამდენად სრულად ფინანსდება, რამდენად ესე ვთქვათ ხელს უწყობს ეს პროგრამა, თქვენ უკეთ იცით, წლები ამუშაობთ და ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი და აი დაიბადა ბავშვი და მას რა აქვს უფასო და რა არა აქვს სამედიცინო მომსახურების უფასო. ამის თაობაზე თუ შეიძლება რომ გითხრათ. ხო, რა თქმა უნდა, ეს ცოტა შორიდან მოული პირველ რიგში რომ ზოგადად დემოგრაფიულ მაჩვენებლებზე დაყრდნობილი არის სახელმწიფო სტრუქტურა, მთლიანად მისი ორიენტაცია, მისი მართვა და დემოგრაფიული მაჩვენებლები, რა თქმა უნდა, ეს ითვალისწინებს მშობადობას, სიკვდილიანობას, მიგრაციას და ასე შემდეგ და მათ დამოკიდებულებას გარემოსთან, სოციალურ, ეკონომიურ მდგომარეობასთან სახელმწიფოში და ასე შემდეგ და ყველაფერ ამაში, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ადამიანის ფაქტორი და მასზე ზრუნვა და მის ჯანმრთელობაზე ზრუნვა. დემო ეხა ნუ ცოტა შორს ესე წასვლა. არა, საინტერესო საკითხია. განებივრებულები და კარგ მდგომარეობაში ნამდვილად არა ვართ დემოგრაფიული შობადობის კუთხით. ნამდვილად არა ვართ, ხო, ამიტომ ჩავთვალე საჭიროდ რომ ეს საიდან ჩვენი ზრუნვა საით მიდის, რა უკეთესობას მოგწემს. დემოგრაფიული აღრიცხვა, სიტყვა დემოგრაფია ეს პირველად ფრანგმა მეცნიერმა გამოიყენა, თუმცა სიტყვა წარმოშობით არის ბერძნული. დემოს ნიშნავს ხალხს და გრაფია ნიშნავს წერას. ანუ ხალხის მდგომარეობის აღწერა იგივე იმ კონტექსტში, რაც იმ ჭრილში, რაც ჩამოვთვალეთ მათი შობადობით, მათი სიკვდილიანობით, მათი პირობებთან მიმართ მიგრაციით და ასე შემდეგ. თავისთავად ცხადია, ამის შესწავლას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, თუნდაც იმიტომ, რომ ის ძალიან ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული და მისი კარგად ცოდნა გვაძლევს საშუალებას ხალხს და ზოგადად სახელმწიფოს გაუმკლავდეს სახეს არ უფრო სწორად საზოგადოება და ზოგადად სახელმწიფო გაუმკლავდეს ხალხის ახალ გამოწვევებს. ეს იქნება ჯანდაცვის მიმართ, ეს იქნება განათლების მიმართ, თუ სხვადასხვა ჭრილში განხილვა სოციალური პირობების გაუმჯობესების მიმართ. მე როგორც ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელი შევეხები ჯანმრთელობის დაცვას. ჯანმრთელობის დაცვა რო უპირველესია და ძალიან დიდი ყურადღება ექცევა საქართველოში ამაში ალბათ დამერწმუნებით, ხო, ნამდვილად ველოდები თანხმობას ამასე და ზოგადად ერთ-ერთი წამყვანი რგოლი არის ნეონატალური სამსახური, შობადობა და დედათა და ბავშვთა დაცვა და მათ შორის კიდევ ამ დედათა და ბავშვთა დაცვიდან ბავშვთა იწყება უკვე ნეონატალური სამსახურიდან. ნეონატალური სამსახური თავისთავად ცხადია, ეს არის ადრეული ბავშვთა ასაკის პირველი თვე, ნეონატალური, უფრო დავაკონკრეტებ 0 ასაკიდან 28 დღის ჩათვლით. და ამ პერიოდში არის სხვადასხვა მიდგომები, არის სხვადასხვა სახელმწიფო
სახელმწიფო პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს ბავშვების ჯანმრთელობას და მაქსიმალურად ცდილობს, რომ ეს იყოს ხელმისაწვდომი. რასაც ანუ ხელმისაწვდომია. ხელმისაწვდომი. დაიბადა ჩვილი. დიახ. ის გადმოდის თქვენს, ანუ ნეონატოლოგების ხელში და საინტერესოა, რამდენად არის საქართველოში, რა თქმა უნდა, ქუთაისაც გულისხმობ, მაღალ ტექნოლოგიური აპარატურები, რომლებითაც თქვენ ყველა სასიცოცხლო პარამეტრს უმოწმებთ ჩვილებს. გავკეთდი და ვიტყვი, რომ ნამდვილად არის ხელმისაწვდომი ქუთაისში. ნამდვილად არის ხელმისაწვდომი. აი დავიწყოთ იქიდან, რომ აი სამშობიარო სახლები, სადაც იბადებიან ჩვილები, ზოგადად ყველა სამშობიაროს აქვს აქ მომსახურების მეორე დონე. მეორე დონე ნიშნავს პათოლოგიის მომსახურებას, მეორე დონე, იმაზე მძიმე არის შემდეგ მესამე დონე. პირველი დონე ზოგადად ყველა აი ნებისმიერს შეუძლია შეასრულოს, მაგრამ მეორე დონე ეს უკვე გულისხმობს აპარატურით აღჭურვილობას, კადრების შესაბამის გადამზადებას, პირობები რა თქმა უნდა იქნეს მოწესრიგებული ყველანაირად და შევძლოთ სამედიცინო დახმარება ახალშობილებზე. შეფასება გვაქვს, შეფასების საშუალება ახალშობილის მდგომარეობის, თავისი ლაბორატორიული პაკეტებით, ინსტრუმენტული გამოკვლევებით, მონიტორინგზე აყვანით ყველაფრით, რაც ეტევა მეორე დონეში. თუმცა არსებობს ისეთი შემთხვევები, რომელიც მოითხოვს უფრო მაღალ მესამე დონეს. აქაც არ ვართ ხელმოცარულები, მესამე დონის კლინიკაში გადაგვყავს ამჯერად ცხაკაიას სახელობის ინტერვენციული მედიცინის კლინიკა. თუ საჭირო გახდა, რა თქმა უნდა, თუ ეს მეორე დონე არ აკმაყოფილებს ახალშობილის მდგომარეობის გამოსწორებას, გადაგვყავს იქ და შესაბამისად გაეწევა გამოკვლევაც და დახმარებაც. ბავშვთა სკრინინგი ტარდება ბავშვის დაბადებისთანავე, ხო, იმ დღეებში კლინიკაში, სანამ ის დაყრდნებულია. ნეონატალურ პერიოდში, ანუ პირველ კვირაში. კი, და რას მოიცავს ეს სკრინინგი? სკრინინგი ეს არის გარანტიების გვიქმნის, რამდენად ჯანმრთელია ბავშვი, ვაკონტროლებთ. აქ სულ ახალი შედარებით ახალი დაძველდა, მაგრამ არის სმენის სკრინინგი, რამდენად სმენის უნარიანი, რაც ფართოდ არის დანერგილი და კიდევ მემკვიდრულ დაავადებებზე მას მეორნაირად მეტაბოლურ სკრინინგს უწოდებენ. ეს არის ფენილკეტონურია, მუკოვისციდოზი და ჰიპოთირეოზი. და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ადრეულ ასაკში ამათ გამოკვლევას, რადგან ადრეულ ასაკში კიდევ უფრო შედეგიანი დახმარება შეიძლება და უკვე შორს წასული ფორმების გამოსწორება ჭირს და ამდენად სახელმწიფომ გაიღო ამისთვის თანხები არ დაიშურა და ეს აბსოლუტურად უფასოდ კეთდება, ეს ძვირადღირებული გამოკვლევა აბსოლუტურად ყველა ახალშობილზე. ძალიან სასიამოვნო მოსასმენია. თქვენ მზადებით ექიმი, რომელიც დედას თავის ჩვილთან ერთად ეხმარება კლინიკაში ყოფნის დროს და რაში გამოიხატება ეს დახმარება. თქვენ გარდა იმისა, რომ ჩვილების ჯანმრთელობას ამოწმებთ, ეხმარებით მათ, დედები მყავს მხედველობაში, ძუძუთიკვების, უნარჩვევების, ესე ვთქვათ, გამომუშავებაში, ასწავლით, ანუ ძუძუთიკვებად ბავშვების დედებს და ბავშვებმა რა ეტაპები უნდა გაიარონ შემდგომში, ამაზეც დედებს აძლევთ გარკვეულ ინფორმაციას და ჩვენთვის არის საინტერესო ამის მოსმენა, რას უნდა მიაქციონ დედებმა ყურადღება, რა სიმპტომებს, ამებს, ყველაფერს თქვენ როგორც ნეონატოლოგი დედას აძლევთ ინფორმაციას, ხო ესეა? რა თქმა უნდა, მიდგომები ყოველწლიურად თუ არ ჩავთვლით, აი ძალიან მოკლე პერიოდებში იცვლება და უმჯობესდება. ის კი არა ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა ხდება უკვე მუცლადყოფნის პერიოდიდან. და რომ დაიბადება ბავშვი, აი იქედანვე დაბადებისთანავე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ პირობებში როგორ მიიღებ, რა მანიპულაციით დაიწყებ ბავშვის მიღებას და ნოლიდან დაიწყება ახალი სიცოცხლე. პირველ რიგში სრუნვა, სტერილურ გარემო რომ ჭირდება აუცილებელია და პირველ რიგში მიკრობიოტაზე ვზრუნავთ. პირველ რიგში ბავშვის კანი რა საითვის ეს პირველი მიკრობები რომ იყოს აუცილებლად მშობლის, ამას ემსახურება ზუსტად დაბადებისთანავე სულ ახალშობილი ბავშვი თავსდება დედის ორგანიზმზე, თუ არ არის საშუალება დედის, არის სხვადასხვა შემთხვევები მამაზედაც შეიძლება მოვათავსოთ, მამის გულზე კანი კანთან ეძახით, მე მგონი. კონტაქტი, დიახ, ამას ქვია კანის კანთან
მამასთან კონტაქტი, აქედან რომ დაიწყება შემდეგ დანარჩენები, რაც შეეხება აი თქვენ როგორც ბრძანეთ, შესაბამისი პირობები დედასთან არის აბსოლუტურად. ეს კიდევ რას ემსახურება? 20 წუთში დაბადებიდან დაახლოებით უკვე აქტიურდება წოვის რეფლექსი. ეს ბავშვის გულზე არის დედის გულზე არის. ანუ არასწორად არ მინდა ვიკითხო, მაგრამ აუცილებლად მაინტერესებს ეს ბავშვივდება დაბადებიდან 20 წუთში. რეფლექსი აქტიურდება. რეფლექსი აქტიურდება. ყველაფერს აქ გავლენა. დედის გულზე არის ბავშვი დასმული, იქ ძის სუნი, ხსენის სუნი, ყველაფერი აღიზიანებს, იწყებს ძიების რეფლექსს და ეს უკვე გააქტიურებული რეფლექსი აღარ იკარგება. და ეს იმას აკეთებს, რომ დაიბადა ბავშვი და ის არმაცია აღარ მოკიდა თავიდანვე, როცა წარმოიშობა და არის მისი გამოწრთობის და გამომუშავების პერიოდი, იმას რომ არ გავაუქმებთ, ეს უკვე გვაძლევს საშუალებას, რომ წოვის რეფლექსი და დედაშვილის ურთიერთობა კომფორტულად უკვე დაწყებულია და შემდგომ სიტუაციის მიხედვით გაგრძელდება, რა თქმა უნდა. ამის იქეთ აი თქვენ კიდევ რა გაინტერესებდათ, მე მგონი პროფილაქტიკური აცრები. კი ბატონო, ხო, აცრები მაინტერესებს, კლინიკაში რა აცრები უტარდებათ? იქვე როგორც კი დაიბადებიან. პირველივე დღეს უტარდებათ პრევენციულად ბ-ჰეპატიტის საწინააღმდეგო აცრა, დაბადებისთანავე თითქმის თუ ინფიცირებული და ამ ბოლო დროს ძალიან დაცოტავდა, ძალიან იშვიათად არის ინფიცირებული დედისგან მიღებული, ანუ ეს დიდი ხანი, კარგი ხანია რომ დაიწყო და შედეგი გამოიღო ამ მხრივ. რა თქმა უნდა, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო აცრა უტარდება კიდევ ახალშობის, ეს რაც შეეხება სამშობიაროს და ამით შემოვიფარგლებით და შემდგომ ნაი დანარჩენი რაც ჩამოთვალეთ სკრინინგები ეტაპობრივად პირველი დღიდან რომ დაიწყება მეოთხე დღემდე ნუმერაციის მიხედვით და აი თქვენი პირადი დაკვირვება მაინტერესებს ამ წლების მანძილზე, როდესაც თქვენ მოღვაწეობთ თქვენს კლინიკებში, მოიმატა თუ მოიკლო ბავშვთა შობადობამ? ხო, სამწუხაროდ უნდა აღნიშნო, რომ მოიკლო. დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით, სტატისტიკურად დათვლის მიხედვით, აი სავალალოა, 25 წლის მაჩვენებლები არ არის ჯერ ბოლომდე დათვლილი და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, 60,000-დან ჩამოვიდა 37-38,000-ად, ეს არის კატასტროფული კლება. თუმცა განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც სიკვდილიანობაა და გარდაცვალება უფრო მომატებული ერში. და მაგრამ არსებობს სხვადასხვა გამოწვევები და რაღაც ნიუანსები, რომელიც გვაძლევს იმედს. როდესაც იქმნება ოჯახი და უკვე გააჩენენ შვილს, მოგვიმრავლდნენ, აი ყოჩაღი ოჯახები, ასე დავარქმევდი, რომ მოსწონთ, რომ მყავთ მრავალი შვილი. სულ თავიდან ამას გამოწვევა გაუკეთა, ამ რომ ილია მეორემ გამოაცხადა მესამე ბავშვს, ოჯახის მესამე ბავშვს პირადად სხებდა ხო მირონს და იმდენი სტიმული გამოიწვია ამან, იმდენმა გააჩინა ამის ხაზრით მესამე შვილი, რომ რა ვიცი, მოკლედ მოვიხიბლეთ და კიდევ რაღაც ერთი პერიოდი იყო მესამე შვილზე და ყოველ მომდევნო შვილზე დახმარება სოციალურად, გაუმჯობესეს დახმარების პაკეტები. ამანაც ბევრს მისცა ეს სტიმული და აი შეგვიძლია ნამდვილად თუ სახელმწიფო ამას გაითვალისწინებს, რომ წაახალისებს ყოველი უფრო მეტი დახმარება თუ იქნება, კი ბატონო. ამ ახალი ოჯახების მიმართ მე მგონი ეს ცოტა ჩვენ დემოგრაფიულ მაჩვენებლებს, შობადობის მაჩვენებლებს გამოგვისწორებს. კი ბატონო, მე მაინტერესებს სიკვდილიანობა, ჩვილების სიკვდილიანობა, მშობიარობის დროს, მკვდრად-შობილი ბავშვების, ადრე უფრო მეტი იყო რაოდენობა თუ ბოლო წლებში მოიმატა ამანაც, თუ როგორია სტატისტიკა? აი მაგათ ჩემი პირადი პრაქტიკიდან, სადაც მე მიმუშავე, ანუ ერთ დაწესებულებაში საკმაოდ დიდხანს 25 წელი ვიმუშავე, ახლა ის რომ შეიცვალა დაწესებულებამ პროფილი გადავედი ორ სხვადასხვა დაწესებულებაში, სამშობიაროშიც ვარ, ინტერვენციული მედიცინის ცენტრშიც ვარ, ნეონატალურ განყოფილებაში. საგრძნობლად შემცირდა ბავშვთა სიკვდილიანობა. ჯერ თუნდაც მშობიარობიდან მე მაგალითად აი რასაც მე ვაკეთებ და ვეხები თვითონ შეიცვალა მართვა, ტაქტიკა თვითონ მშობიარობის. ამან გაგვიუმჯობესა ახალშობილების მდგომარეობა და ადრე რომ იყო აი ტრამული ახალშობილი ძალიან შემცირდა. აი ძალიან შემცირდა. ამასთან დაკავშირებით შესაძლოა მოსასმენია.
გასიკვდილიანობას რაც შეეხება ეხლა მე სადაც მუშაობ ბოლოს გეტყვით ჯერ იქ სადაც ვიყავი ადრე დიდი ხნის განმავლობაში ზოგადად საქართველოს მაჩვენებლის 0.0 რაღაცამდენი ესეთი პროცენტი ვქონდა ჩვენ და აქ აი ამ 5 წლის განმავლობაში საერთოდ არ ქონია ჩვილი სიკვდილიანი საერთოდ არ ქონია ნამდვილად პასუხისმგებლობით სიამოვნოა ძალიან დაავადებები რომლებიც ყველაზე ხშირად გვხვდებათ თქვენ როგორც ექიმი ნეონატოლოგს ჩვილებში რა დაავადებით იბადებიან ხო დაავადებები ხო სულ არ არის თქო ესე ვერ უბრალოდ ტრავმები შემცირდა და ალაგდა მაგრამ არსებობს ახლა სხვადასხვა გავლენები თუნდაც გენეტიკური თუნდაც დედის ჯანმრთელობის მამის ჯანმრთელობის რომელიც რა თქმა უნდა მათ შვილზე გავლენას ახდენს გენეტიკურად მიდრეკილი არიან ძალიან ხშირი არის შედარებით უფრო ხშირი თანდაყოლილი ინფექციები უფრო მეტი იყო ის მაგრამ ამაზედაც გაკეთდა შესაბამისად დამატებითი კვლევა თუნდაც ორსულობის პერიოდში იყო თუ არა დედა ინფიცირებული ორსულობის 35-37 კვირაზე და იმის მიხედვით პრევენციულ ზომებს მივიღებთ და ლიკვიდაციას გავუკეთებთ იმის ინფექციის GBS ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ასე ქვია ლიკვიდაციას გავუკეთებთ მის პათოლოგიურ მოქმედებას და ეს გვიცავს რა თქმა უნდა მიუხედავად ამისა რაღაც ფაქტორები კიდევ არსებობს თანდაყოლილი ინფექციების ვერ გამოვრიცხავთ და კიდევ არსებობს დედისა და ბავშვის სისხლის შეუთავსებლობა და სიყვითლეები. ამ თანდაყოლილი ინფექციებს და ზოგადად ამ გაშიფრვამ რომ ეს რითი შეიძლება ბეტა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკით იყოს გამოწვეული თუ სხვადასხვა ფაქტორებით, დიფერენცირება გაგვიადვილა, მაგალითად, გახშირებული რომ იყო უცნობი ეტიოლოგიის სიყვითლე, მაშინ როცა არც ჯგუფი იყო განსხვავებული, არც რეზუსი იყო, მაგრამ სიყვითლე ინტენსიურად მიდიოდა, ის უფრო დიფერენცირებულად დავაკონკრეტეთ და მივაკუთვნეთ ინფექციის ჯგუფს, თურმე რა განაპირობებს, ხო? გაიცხრილა და უფრო დაკონკრეტდა. რა თქმა უნდა, გამოსაკვლევიც ბევრი იქნება, კიდევ ახალიც ბევრი შემოვა, თუმცა ამ ეტაპზე მთლად ესე არა ვართ აი ხელდაწყობილი, რომ მივჩერები ვართ რაც არის, არის კვლევის სხვადასხვა გზები, არის სახელმწიფოს თანადგომა, თუ დაფინანსების მხრივ, თუ ყველანაირი ხელშეწყობით, რომ როგორმე უზრუნველყოთ დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა და მათ შორის ბავშვთა ჯანმრთელობა, ბავშვთა მომსახურება უფასოა, აი ეს ზუსტად ანუ საერთო ჯამში შეგვიძლია თუ არა ვთქვათ, რომ ჯანსაღი თაობა გვებადება და გვეზრდება. ზოგიერთ სპექტრს თუ რა ქვია გავიხსენებთ, რატომღაც ახალი დაავადებები წამოვიდა. აი ყველასათვის ცნობილი აუტისტური სპექტრი გაგვიფართოვდა ძალიან, ხო და ცოტა ეს გურჩება ეხა ბოლომდე ამოუხსნელ და მოუწესრიგებელ ანუ მოიმატა რაოდენობამ, ხო, ახალშობილებში. ხო, ახალშობილებში ეს არ შეიმჩნევა, მოზრდილებში მე ზემოთ ხო. თორე ახალშობილებში კი ნამდვილად უკეთესები. ვერ ვიტყვი რომ ახლა ნამდვილად. აი მე მაინტერესებს თქვენი აზრი როგორც პროფესიონალის, რატომ ანიჭებს მეცნიერება ძუძუთიყვებას, უპირატესობას, უფრო ჯანმრთელი ბავშვები იზრდებიან, როდესაც დედის რძეს ღებულობენ? რა თქმა უნდა, ხსენს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამისი კვლევა დაიწყო ჯერ კიდევ აი წინა საუკუნეში, ხო და ისტორიულად გვიტარდებოდა ძუძუთიყვების ტრენინგები, მოკლედ ამერიკიდან ჩამოდიოდნენ მასწავლებლები, მაშინ ამ საქმეს ადგილზე ხელმძღვანელობდა და კურირებდა აცგანსვენებული ქეთი ნემსაძე, პროფესორი, ძალიან აქტიური პიროვნება, ძალიან დიდი პროფესიონალი. ხო და თურმე ადრე რომ იცოდნენ, არ უნდა ბავშვს ძუძუსთან მიყვანა 3 დღის მერე მოუვარძე და ხო ეს ხსენი ყოფილა რაც ყოფილა რომელიც ყველაფერს განაპირობებს ბავშვის განვითარებაში დადებითისკენ ის კი არა და ინტელექტუალური სფეროს ჩამოყალიბებაში ცხებულოს მონაწილეობას კუჭნაწლავის ტრაქტის მუშაობაში საკვების აი მისი მიკროფლორის ჩამოყალიბებაში ყველაფერზე საერთოდ ძალიან მნიშვნელოვანია ამდენად ძუძუთი კვება იმუნიტეტის ჩამოყალიბებაში ძალიან მნიშვნელოვანია და იმუნიტეტი ჩვენი ყველაზე საჭირო ხო გარემოს ურთიერთობაში. კიდე დაგემშვიდობებოდეთ, ერთი კითხვა მაქვს კიდევ
ხომ არ დაგითვლიათ ან ხომ არ გახსოვთ ამდენი წლის მანძილზე რაც თქვენ ამ სფეროში მოღვაწეობთ, რამდენმა ბავშვმა გაიარა თქვენს ხელში, რამდენმა 1000-მა, ასე უნდა მეკითხა ალბათ. კი, ათეული ათასობით შეიძლება ითქვას, თუმცა კი მერიდება ამის თქმა ვინმეს გადაჭარბებულად არ მოიჩვენოს, მაგრამ მე უკვე 92 წლიდან ნეონატოლოგად ვმუშაობ. ხო და ეხლა რომელი წელია მოგეხსენებათ და აი მაშინ როდესაც მე ნეონატოლოგად დავიწყე მუშაობა ყოფილ მესამე სამშობიარო სახლში. იქ წელიწადში დაბადება 3500 იყო. აქედან თითქმის ნახევარს ვატარებდი მე. რა თქმა უნდა, მთელი წლები სულ ასე არ იყო ბოლომდე, მაგრამ კარგახანს იყო. სადღაცა 8 წელი, 10 წელი, წარმოიდგინეთ ახლა აქედან რამდენი. ანუ მაღალი შობადობა ჰქონდა. მაღალი რიცხვი იყო შობადობის. მე ნელ-ნელა იკლო, მაგრამ საკმარისად მაინც ძალიან ახლა არ გაგიკვირდეთ რომ გეტყვით. ვიტყვით 15000, მაგრამ გაცილებით მეტია კიდევ. ღმერთმა ძალიან ბევრი ახალშობილი გაატაროს კიდე თქვენს ხელში და თქვენს შეგეწყოთ მათი გამოჯამრთელება ჯამრთელობისთვის ხელი და ძალიან გვემრავლოს ქართველებს ამას ვუსურვებდი მთელ ერს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მარინე რომ მოგძანდით და თქვენი აზრები გაგვიზიარეთ ამ საკითხებთან დაკავშირებით. მაყურებელს შევახსენებ რომ გადაცემის დღევანდელი სტუმარი გახდათ ექიმი ნეონატოლოგი მარინე გოცირიძე. მადლობა რომ გვიყურეთ.